თუ ვადამდელ არჩევნებს გეგმავს რეჟიმი, მაშინ ბუნებრივია მას უნდა რომ იმ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეს წაართვას ხმის უფლება, რომელიც რა თქმა უნდა ეტყვის არას რეჟიმს, რომელმაც ის იძულებით ემიგრაციაში გააქცია, რომელსაც მშვიდად ცხოვრების საშუალება არ ჰქონია წლების განმავლობაში. თორე კი არ ჩამოვართმევთო ხმის უფლება მაინც ექნებათო, მაგრამ ხმას ვეღარ მისცემენ. განსხვავებით საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანებისაგან, რომელზედაც მათ ზეგავლენა აქვთ, ქურდული სამყაროს მეშვეობით, შავი ფულის მეშვეობით, იქ ეკლესიაში მყოფი რაღაცა რუსული ძალების მეშვეობით, პროკურატურის სუსის მეშვეობით, სოციალურს მოგიხსნით, სოციალურს დაგინიშნავთ, ვიღაცა ციხეში ჩავსვამთ, ვიღაცა ციხიდან გამოუშვებთ, მთელი ამ ბერკეტებით და უამრავია კიდე სხვა, ხო? ამაზე რაც ბერკეტი აქვთ, ემიგრაციაში მყოფებზე ეს ბერკეტები ძალიან მცირე აქვთ. ისინიო სხვა პროპაგანდის ქვეშ არიან, ჩვენ პროპაგანდას არ ვქადაბარებიან და დღეს, როდესაც არ ვარ ჩვენ მე-20 საუკუნეში და 19-ში და ტრენდი არ უნდა აფრინო ინფორმაციის გასავრცელებლად. ინტერნეტი გაქვს, სამყარო ფაქტიურად ყველა ერთმანეთთან კავშირზე ყოველწუთიერ რეჟიმში და იმისი პრობლემა რომ საზღვარგარეთ ყოფი შენი მოქალაქე არ იყოს ინფორმირებული საქართველოს მიმდინარე მოვლენებზე ნამდვილად არ არსებობს და თან მისი ნება რომ შეიძლება ხვალ დაბრუნდეს და მას ჰქონდეს ინტერესი დროებით არის თქვათ სწავლობს მუშაობს რამდენიმე წლით და აქვს ინტერესი რომ დაბრუნდეს საქართველოში შენ ხო არ იცი თუ რატომ? იმიტომ რომ ამ ადამიანებს ყველაზე მეტად უნდათ ცვლილება, ამ ადამიანებს ყველაზე მეტად უნდათ ოჯახებში, სამშობლოში დაბრუნება, სიმშვიდე, მშვიდი ცხოვრების შესაძლებლობა თავიანთ ოჯახებში, თავიანთ ქალაქებში, თავიანთ ახლობლებთან. არანაირი რაციო არ იყო ემიგრანტისთვის წასულიყო არჩევნებზე. აი ცხოვრობ 500 კილომეტრში ამერიკაში მაგალითად რა 500 კილომეტრში საელჩომდე ან რაღაც საკონსულო და უნდა გაიარო დახაჯო $1000. ამასობაში შენ ყავს 5 ადამიანი საქართველოში, ვისაც ფულს უგზავნა. დაურეკე შეკაცო და უთხარი რომ $1000 გაძლევ თქვა, ნო? წადი და ამას მესი თქმა. წა ყველა მეს რო გააკეთოს. არანაირი რეგისტრაცია საელჩოები, არაფერი, უბრალოდ ხო უგზავნი. ერთ ადამიანს მაინც ხო უგზავნი ფულს, ხო? ნუ თუ არავინ არ დაგჩაკ და არანაირი კავშირი არ გაქვს, მაშინ ალბათ არც გეხება შენ არჩევნები, რაღაც გაგებით რა. ჩვენ მაგალითად ბევრს მუშაობდით იმაზე, რომ არა მხოლოდ აღნიშნული წესების შენარჩუნება ყოფილიყო, არამედ მეტ ემიგრანტს შეძლებოდა, ანუ მეტი უბნების გახსნა. უბნების არ იღებდნენ მიმოწვევას სინარჩუნებში. ანუ რამდენი საუბარი იყო ეს მიგრანტები, ასე ისე ჩვენი ემიგრაცია, რაღაც თელი ამბავი და გავერთიანდებით, მაგი 4 ოქტომბერს უნდა ჩამოსულის პაატა ბუჭულაძე ამბობდა და ის გახსოვს, წინა არჩევნებზე ამდენი გამხელა კამპანია, ერთი წელი მიდიოდა კამპანია ჩაერთ რაღაცაო და ეხლა ამოწევდით 30,000 თუ რაღაცა 34,000 ოდნავ მეტ ადამიანს. ხო, ანუ ქვეყანაში 2 მილიონზე მეტ ადამიანი მიიღო ქვეყნის მასშტაბში მონაწილეობა და 34,000 იყო ემიგრანტები, იქიდან 13% ქართული ოცნების მხარდაჭერა იყო და ჩათვალე რომ რაღაც აი 25-დან 30,000-ის ფარგლებში ხმა მიიღო დანარჩენ ოპოზიციამ. როცა აი უბრალოდ არაფერს არ შეცვლიდა. ანუ უბრალოდ არ შეცვლიდა. მიუხედავად იმისა, რომ 100,000 ადამიანი